დღევანდელი მინისტერიალისგან რაღაც გადაწყვეტილებებს არ ველოდით საქართველოზე. უბრალოდ საკმაო პერიოდი გავიდა იმის მერე, რომ ეს საკითხი ისევ განიხილეს და ეს მისასალმებელია, იმიტომ ეს ჩანს, რომ რაღაც მწიფდება, რაღაცისკენ მივდივართ. ევროკავშირს არ შეეძლო კიდევ აივლო გვერდი საქართველოს საკითხის განხილვის რომ არ განიხილა კიდევ ერთხელ, მით უმეტეს რომ ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი ცვლილებებია. აი სამხრეთ კავკასიას გულისხმობ. დიდი ცვლილებებია, რომლებიც ძირითადად ორ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ერთი უკრაინაში რუსეთის ასე ვთქვათ არაწარმატება და რუსეთის შესაბამისად რუსეთის გავლენის შემცირება და მეორე არის სომხეთი აზერბაიჯანის დინამიკა. ძირითადად ამაზე იყო დღეს, როდესაც სამხრეთ კავკასიას ეხებოდა მინისტერიალის ნაწილი ერთ-ერთი განხილვა. ანამდე უკრაინაზე იყო და იქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება 50 მილიარდის გამოყოფაზე, სადაც უნგრეთმა ბევრად უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირა. ახლა სამხრეთ კავკასიას რაც შეეხება, აქ არის ესეთი რამ, რომ სომხეთ აზერბაიჯანის ურთიერთობაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა ამ ორ ქვეყანას შორის. არის მათი პოზიციების დაახლოება, კონვერგენცია, რაც კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის გავლენას რეგიონში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რჩება სადაც რუსეთის გავლენა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, მთელ საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მოლდოვაში არჩევნები წააგეს, უკრაინაში აგებენ. შუა აზიაში მათი გავლენა მცირდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთდროულად ამცირებს რუსეთის გავლენას. ერთდროულად. პირველად არის ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც ორი რუსი ოლიგარქი, ბატონი ვარდანიანი და ბატონი კარაპეტიანი სხედან ციხეში, ერთი ერევანში, მეორე ბაქოში. როდესაც რუსეთი ემუქრება სომხეთს, რომ შეუწყოს მას ენერგიის მიწოდებას, აზერბაიჯანი ამბობს, რომ მე მივაზრე. ეს საერთოდ წარმოუდგენელი იყო რამოდენიმე წლის წინ, ხო? ეს ორი ქვეყანა იყო ერთმანეთთან ომში. რა თქმა უნდა, ჯერ მათ საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა, მაგრამ ძალიან ინტენსიური ურთიერთობებია. და ორივე თანხმდება იმაში, რომ რუსეთის გავლენას შემცირდეს. ამასობაში ჩვენ ვართ კიდევ ისეთ ჩვენ საქართველოს გულისხმობ ვართ რუსეთის დამოკიდებული. ევროკავშირს ეხლა ამ როდესაც უყურებს ამ დინამიკას, უყურებს ამ თელ სამხრეთ შუა დერეფნის კონცეფციის ასე ვთქვათ განვითარებას სწრაფი ტემპებით, მას უნდა რომ როლი ითამაშოს რეგიონში. რა თქმა უნდა, იმიტომ საქმე ეხება აზიიდან ევროპისკენ მიმავალ გზას, სადაც ყველა ტიპის ტვირთი, ენერგია და ამ შემდეგ გაივლის. ამიტომ ევროკავშირი აუცილებლად გააქტიურდება რეგიონში და მისი პარტნიორი აუცილებლად იქნება და არის სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირი ხარს უჭერს. თქვენ ნახავთ რამოდენიმე კვირაში მაისის დასაწყისში იქნება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი ერევანში და აგრეთვე იქნება ევროკავშირი სომხეთის სამიტი იმავე დღეებში 3 და 4 მაისს. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირისა სომხეთის მიერ და მათ სჭირდებათ აგრეთვე საქართველოს ნორმალური საქართველოს, რომელიც არ იქნება რუსეთზე დამოკიდებული და არ შეუშლის ხელს ამ დიდი პროექტების განვითარებას. მათ ჯერჯერობით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება გამოჩნდა განცხადებებიდან, ხო? ცალკე მარტაკოსის განცხადება იყო ცალკე. აი ეს მათ არ მიაჩნიათ საიმედო პარტნიორად, იმიტომ ბევრჯერ მოატყუა ამ ხელისუფლებამ ევროკავშირი, უამრავი შეთანხმება დაიწყეს ჩალმიშელიდან დაწყებული, ხო? ბევრჯერ იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთ გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც მათ არ ენდობიან. ამიტომ ეს არის პრობლემა და მაგრამ პრობლემა ის იყო კიდევ რომ გადაწყვეტილებების მიღება რთულდებოდა, იმიტომ რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ღებულობს გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე. ანუ ყველა ქვეყანა უნდა იყოს თანახმად, იმიტომ ეს სუვერენული თემაა. ქართულისება კი იძახის, რომ სუვერენიტეტს კარგავ თურმე ევროკავშირში თუ შედიხარ. სრულიად საპირისპირო რამ ხდება, იმიტომ 27 ქვეყანას ერთ ქვეყანასაც კი აქვს, როდესაც საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება საქმე, ამ გადაწყვეტილებების დაბლოკვა და ეს ყველაზე კარგად ქართულმა ოცნებამ იცის, იმიტომ უნგრეთის დამსახურებით იყო, რომ ისინი თავიდან იშორებდნენ ძალიან ბევრ სანქციას. ეხლა სიტუაცია შეცვლილია და კი ბატონო, უნგრეთის ნაწილზე თქვენ საუბრობდით, უნგრეთის პოზიციის ცვლილება ალბათ იქნება, ეს უნდა ჯერჯერობით ესე და გადაწყვეტ ამისი თქმა რთულია, თუმცა ნუ გამოდის ჩანს, რომ ისეთივე პოზიციით აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი უნგრეთის ახალი ხელისუფლება. რამდენად შეიძლება გამოიწვიოს
მოუწიოს აი ამ ცვლილებამ ის რაც რაღაცნაირად უფრო პოლიტიკურ ქმედებებში გადაიზრდება. მაგალითად თუ საუბრობენ სანქციებზე, ეს სანქციები პერსონალური მაგალითად იყოს და აღარ მოხდეს დაბლოკვა ისეთი საკითხებისა, რომელიც მისცემდა ევროკავშირს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად აი დაანახოს ქართულ ოცნებას ის ძალა და ბერკეტები, რაც მათ წინააღმდეგ გააჩნიათ. მოდი ჯერ იგივე უნგრეთის თემით დავიწყებთ მოკლედ. როგორც კი გაიმარჯვა არჩევნებში მადიარმა, ეგრევე დაიწყო პროპაგანდა, მოიქოქა უკვე სხვანაირად, რომ აი თურმე ეს კაციც იგივეა, ეს მეორე ორბანია, ახალგაზრდა ორბანია. კი, ქართული პროპაგანდაც ესე მოიქოქა. ქართული პროპაგანდაც ამ მიმართულებით. ხო, მაგას ვამბობ, ამიტომ რაც შეეხება მადიარს, რა თქმა უნდა, ის არის კონსერვატორი პოლიტიკოსი, მემარჯვენე ცენტრისტი. ის არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი. აი ეს სახალხო პარტია, რომელიც ძალიან უყვარს ქართულ ოცნებას, რომ გახსოვთ რომ ახსენებენ. აი იმ გაერთიანების წევრია პიტერ მადიარი და პიტერ მადიარი პირველი ნაბიჯები რასაც ის ამბობს არის სრულიად ადეკვატური. იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. ახლა მას არ შეუძლია 180 გრადუსით შეცვალოს პოზიცია, იმიტომ რომ მისი ამომრჩევლების ნაწილი არის ყოფილი ორბანის ამომრჩეველი, ის ფრთხილად გააგრძელებს მოქმედებას, მაგრამ პრინციპული საკითხები რაც არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და ის რომ უნგრეთს მილიარდობით ევრო არის დაბლოკილი ევროკავშირის დახმარების უნგრეთისადმი. აი ეს იქნება მისთვის მთავარი თემა, რომ ეს დაბრუნდეს, ეს მიუვიდეს ეს ფული უნგრეთს, უნგრეთი განვითარდეს ეკონომიკურად და ამისთვის ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ახლა მე ზუსტად არ ვიცი საქართველოსთან მიმართებაში რა პოზიცია იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პოზიცია რაც ორბანს ჰქონდა საქართველოს ეს დამთავრდა უბრალოდ. ეს არ გაგრძელდება და სხვა ბევრ საკითხებში. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენს მთავარ კითხვას, რომ ისე მე ვფიქრობ, რომ ეხლა ევროკავშირს აქვს შანსი იმის გათვალისწინებით თუ რა დინამიკა არის რეგიონში, ხო ესეც ვახსენებ. მეორე, აი შეიცვალა უნგრეთის ხელისუფლება უკვე ვეღარ დაბლოკავს. თუმცა არის იქ რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც მე ვიტყოდი ის სკეპტიკურად თუ არა, ყოველ შემთხვევაში ისინი ფიქრობენ, რომ აი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და გაერთიანების შანსები ისედაც ნულის ტოლია და ჩვენ გეოპოლიტიკურ თამაში უნდა დავრჩეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს კორიდორი, ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს ამ სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასთან ბმაში და ჩვენს ეგრე უნდა შევხედოთ. აი ახლა იქნება მთავარი ევროკავშირის შიგნით, აი ამ პოზიციებში ვინ გაიმარჯვებს. ანუ ის პოზიცია ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მაინც უნდა დაველაპარაკოთ იმათ, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის წევრობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი და მათ ისინი ატყუებენ მოსახლეობას 2030 წელს გახდებიან ევროკავშირის წევრი, ეს ხაპარია, მაგრამ ნაწილი ქვეყნებისა და უმრავლესობა ქვეყნებისა ამბობს, რომ აი ახლა არის შანსი, რომ სწორედ მათ შევაცვლებინოთ პოზიცია და ზეწოლა გაზიარდეს სწორედ იმ საკითხებზე, როგორც არის დემოკრატია, როგორც არის ის კანონები, ყოველად მიუღებელი კანონები, რომლებიც მათ მიიღეს ბოლო თვეებში, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება, ანუ პოლიტიკური პატივრების გამოშვება, პოლიტიკური პარტიების არაგზავნა და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს თავარი მოთხოვნა, თუ კი ამ მოთხოვნებზე წავა ქართული ოცნება ახალი რეალობის გათვალისწინებით. ანუ მინუს უნგრეთი პლუს ის რომ რეგიონში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა მცირდება, სომხეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ ამცირებს რუსეთის გავლენას. ახლა ქართულ ოცნებას თუ მოუნდება რომ რუსეთს ბოლომდე ჩაყვეს საფლავში და თავისთავად გადააქციოს ჩიხად, ну მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ ახლა ევროკავშირის წევრების უმრავლესობა ფიქრობს რომ აი ახლა არის შანსი რომ ჩვენ გავაზიაროთ ზეწოლა და ეს პროცესები რაც განსაკუთრებით 2024 წლიდან დაიწყოს, ანუ სრული დიქტატურის სვლა მაღალი ტემპებით ეს პროცესი შეტრიალდეს და ამისთვის მათ ეკნებათ ბევრად უფრო ქმედითი შესაძლებლობა, ყოველ შემთხვევაში უფრო რეალური შესაძლებლობა, რომ სანქციები ამოქმედონ. მაგრამ სანამ ამოქმედებენ, კიდევ ერთხელ ეცდებიან ისინი, რომ აი ამჯერად ბევრად უფრო მკაცრად დაელაპარაკონ, იმიტომ ეს რეალობა არის ამ სანქციების შემდგომა. მე არ მგონია, რომ უვიზო მიმოსვლა ან ევროკავშირის კანდიდატობის ჩამორთმევა მოხდეს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უვიზო უფრო რთულია, უვიზოსთან არის მაგის საშიშროება სამწუხაროდ, მაგრამ ის რომ კანდიდატობა ჩამოერთვა საქართველოს, ამაზე ისინი არ სწავლენ, იმიტომ რომ
მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის პროევროპულად განწყობილი და კანდიდატობას თუ ჩამოართმევენ საქართველოს, ისევ თავიდან მიცემა კანდიდატობის იქნება ძალიან რთული და ეს იქნება გეოპოლიტიკური დამარცხება ევროკავშირის რუსეთის პირისპირ. ამიტომ ამას ისინი არ გააკეთებენ. თუმცა ისინი აუცილებლად გააგრძელებენ წნეხს საქართველოს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რეალური პრობლემებიც არის, ხო, საქართველოსთან უამრავი ადამიანი გარბის, ბოლო რამოდენიმე წელიწადში გაეროს დასკვნა იყო, ბოლო რამოდენიმე 5-6 წელიწადში საქართველოსთან სადღაც 700-800 ადამიანი გავიდა, თუ სწორად მახსოვს ეს ციფრი, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რამდენად შეიძლება არსებობდეს ესეთი მოლოდინიც, რომ გარდა თუ სანქციების ეტაპი მკაცრი საუბრის შემდეგ მაინც დადგა, რომ დასანქცირდნენ პოლიტიკოსებთან ერთად, ვთქვათ, პროპაგანდისტული მედია პლატფორმები, ამისი გამოცდილება უახლოეს წარსულიდან გვაქვს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ისინი დაასანქცირა, იმიტომ რომ ეხლაც გამოიკვეთა იყო განცხადებები, ირიბი მინიშნებები და თან ლოგიკურადაც რო ვიმშელოთ, თუ კი ვინმე ანტიევროპულ რიტორიკას თუ ანტიევროპულ განწყობებს ქვეყანაში აღვივებს, ეს არის პროპაგანდისტული მედია. ამ მიმართულებით არ ვიცი, თქვენი დაკვირვება გამოცდილებაც გაგვიზიარეთ, რამდენად არის ამისი რეალური შანსი, რომ დასანქცირებულთა რიგებში ვიხილოთ პროპაგანდისტული მედიებიც. რა თქმა უნდა, დღევანდელი მთავარი იარაღი რუსეთისა, ევროკავშირის და საერთოდ დასავლეთის წინააღმდეგ არის პროპაგანდა. და საქართველოში ვხედავთ ჩვენ ამ პროპაგანდის სავალალო შედეგებს და პირველ რიგში თუ იმეს დაასანქცირებენ, ის იქნება აუცილებლად ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან იყვნენ ჩართული ადამიანის უფლებების შელახვაში, იმ რეპრესიებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, მანამდეც იყო, მაგრამ გაზიარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, პროპაგანდისტები არიან ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სანქციებისა, იმიტომ ეს არის დღესდღეობით, ეხლა კინეტიკური ომი არ არის, ხო? მაგრამ აი მთავარი იარაღი, ანტიევროპული ძალების არის პროპაგანდა და ამ პროპაგანდას ახორციელებს საკმაოდ დიდი მონდომებით ის მედია, ის ტელეარხები, რომლებიც გუშინას დღესაც აგზელებენ ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებას. ხო, მაგალითად დღეს კაე კალას კითხა იმედის ჟურნალისტმა, როგორც იციან ხოლმე ეს კითხვა დაზეპირებული აქვს, რომ ერთი მაგალითი მაინც დაგვისახელეთ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატეთ, გზა რომელსაც ადგენენ ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელი, ამიტომ გვჭირდება რომ იქ პროგრესი დავინახოთ. ეს იყო მისი პასუხი. ცხადია, რომ აქეთ პროგრესს ვერ ვხედავთ, აი რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებაც დაგვეწია, ეხლა არ მინდა მათი ციტირება მოვახდინო, არაფრის შეცვლას, რასაც ქართული ოცნებისგან ითხოვენ, როგორც ჩანს, არ აპირებენ. ევროკავშირი ამბობს, რომ კი მე ხალხს ვაღიარებ და ხალხის მესმის, მაგრამ ხელისუფლებას არა. ეს ნიშა ახლა ოპოზიციის არის, ხო? ანუ ვიღაცას ხომ უნდა დაელაპარაკოს, კი ხალხთან პირდაპირ დიალოგში ვერ შევლენ, ცხადია. აი ამ სიტუაციას, თუნდაც აი დღევანდელ მინისტერიალს, რამდენად სწორად იყენებს ოპოზიცია. არ ვიცი, აი ოპოზიციურმა ერთობამ ან არაერთობამ და ცალ-ცალკეც რა შეიძლება ახლა რო გააკეთონ იმისთვის, რომ ვიღაცას დასავლური ინსტიტუტები დაელაპარაკონ აქ, ხო? მოდი ჯერ თქვენ რამოდენიმე პოლიტიკოსი ახსენეთ და მათი განცხადებები და ისინი არაფერს არ აპირებენ, ალბათ ქართული ოცნების კი, ქართული ოცნების მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები გადაწყვეტილებებს აღებულობენ ქართულ ოცნებაში, ვიცით ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას და მათ კომენტარებს მე ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან დიდი ყურადღება არ მივაქციოთ და მათ კომენტირებას შევეშვათ საერთოდ ან მინიმალურად გავახმაუროთ, იმიტომ თუ კი გადაწყვეტილების მიმღებს დაჭირდა იგივე ადამიანები კიდევ უფრო დიდი მონდომებით 180 გრადუსით საპირისპიროს ილაპარაკებენ და არაერთხელ ყოფილა ესეთი შემთხვევები, ეს მაგ ადამიანების ფუნქცია არის მხოლოდ რაღაცების გამეორება, ხო? კარგად ვთქვით. ეხლა რაც შეეხება დიალოგს ევროკავშირის მხრიდან, ვის უნდა ელაპარაკონ და როგორ უნდა ელაპარაკონ. არაერთი შეხვედრა უძღოდა წინ ამ მინისტერიალს, კიდევ გრძელდება კონსულტაციები, სადაც
განიხილავენ როგორ პირველ რიგში როგორ გადაარჩინონ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში და საერთოდ პოლიტიკური ცხოვრება, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის აქტიური პოლიტიკოსი არის ციხეში და ძალიან ბევრი ადამიანი არის ქვეყნიდან წასული, ხო? ამიტომ პირველ რიგში ევროკავშირის მიზანი არის რომ ეს პროცესი გადაარჩეს, ეს რაღაც კუნძულები, ხათაშორის თქვენაც მედიას, რომელიც გარეშეც საერთოდ წარმოუდგენელია დემოკრატიული პოლიტიკა გადარჩეს და ამისკენ არის მიმართული მათი რეფლექსია, მათი კონსულტაციები საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ შეუძლებელია ფაქტიურად მათი მხრიდან დახმარება, როგორც აქამდე კეთდებოდა, იგივე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ იგივე გრანტებს გულისხმობთ მათ ისინი კრიმინალიზებული გახადეს ეს გრანტები, ახლა ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება სხვანაირად დაეხმარონ ამ ორგანიზაციებს, ამ ადამიანებს, რომლებიც აუცილებელი შემადგენელია დემოკრატიული ცხოვრების. აი ამაზე არის ახლა ძირითადად, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირად, იმიტომ რომ ისინი არ არიან გადაწყვეტილებებს, ისინი ვერ ღებულობენ და რეალურად ბერკეტები ქვეყანაში რაც ხდება, მათ არ აქვს, ხო? ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელთანაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირი ტიპის კომუნიკაცია გაგრძელდება აუცილებლად. იმიტომ რომ თუ კი ევროკავშირს უნდა რომ რაღაცები შეიცვალოს, თუნდაც იგივე სანქციების თემას, ამას კომუნიკაცია უნდა მოხდეს, ხო? ჩამოდიან ხალხი, რამოდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული 3 ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის დიპლომატები, ხო? ეს კომუნიკაცია აუცილებელია, უნდა გაგრძელდეს, არანაირად არ ნიშნავს აღიარებას და ასე შემდეგ. ის რა თქმა უნდა ინტერპრეტაცია პროპაგანდისტების მხრიდან იქნება, რომ არ იქ აღიარეს და ასე შემდეგ. მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელია. ყველა ქვეყანასთან აქვს კომუნიკაცია, როგორც თუ კიდე რომ რაღაცა შედეგს მივაღწიოთ, თუნდაც იმ შედეგს რომ აი ეს ყველაფერი ეს პროცესები რაც ბოლო წლებში ხდება საქართველოში რომ შებრუნდეს და შეტრიალდეს, ამისთვის კომუნიკაცია არის საჭირო, თუნდაც იმისთვის რომ მიიტანონ მესიჯი პირდაპირ, რომ თუ კი თქვენ არ შეცვლით დღევანდელ სიტუაციას, აი შემდეგი ნაბიჯები რა იქნება. ამიტომ ეს გაგრძელდება ჩემი აზრით, კომუნიკაციას გაგრძელდება იგივე საქართველოს საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მთავარი არის რომ დემოკრატიული პროცესი გადარჩეს საქართველოში. სხვათა შორის დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი რატომ ჩქარობენ, რატომ უნდა რომ ბოლომდე მოაშწონეს სამოქალაქო საზოგადოებას და საერთოდ მულტიპარტიზმი საქართველოში, იმიტომ რომ ისინიც კარგად ხედავენ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია არის შემდეგი, რომ ეს კორიდორი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, ხო? რუსეთი ჩაკეტილია, ირანი ჩაკეტილია. და ისინი ფიქრობენ, რომ აი თუ კი ამათ ჩვენ ყველაფერს გავანადგურებთ მალე, რაც შეიძლება მალე, ისინი იძულებული იქნებიან ჩვენ დაგველაპარაკოთ, სხვა ძალა არ იქნება საერთოდ ამ რეგიონში და ამიტომ თუ არც სამოქალაქო საზოგადოება, არც ოპოზიცია, არც მედია არაფერი არ არის, მოვლენ მაინც ჩვენთან დაგველაპარაკებიან, იმიტომ ეს კორიდორი მათ ჭირდება. აი ამაზე აქვს მათ გათვლა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ევროკავშირმაც დაგვიანებაზე იყო ლაპარაკი, ხო თქვენ ვიტრო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა. ისინი ხვდებიან ძალიან კარგად წარსულში რა შეცდომებიც იქნა დაშვებული და აი იგივე თამაში ავტორიტარ რეჟიმებთან, ანუ თითქოს რაღაცნაირი პრაგმატული დიალოგი საბოლოოდ მაინც არ გამოდის. იანუკოვიჩი გავიხსენოთ იგივე ლუკაშენკოს, რომელიც 2020 წლამდე რაღაცა დიალოგი ჰქონდა მას ევროპელებთან და ამერიკელებთან. მაგრამ საბოლოოდ ის მაინც რუსეთის გზას დაადგა, ხო? ამიტომ ესე ამარტივად არ ენდობიან ამათ და ყველაზე ცუდი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, რომ ქვეყანა მართლა საბოლოოდ ჩიხად ჩამოყალიბდეს, რუსეთის ჩიხად და ეს კორიდორი გაკეთდეს საქართველოს გარეშე, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. და შუა აზია. აი თქვენ რომ დააკვირდით რა დონის ინფრასტრუქტურა კეთდება ახლა აზერბაიჯანში და ის იმ ტრიპის პროექტი, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება სომხეთის ტერიტორიაზე, სამხრეთ სომხეთში, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და შემდეგ თურქეთთან. აი მე რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვიყო, ძალიან შემეშინდებოდა, რომ არ აღმოჩნდა სრულ ჩიხში. ეს რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს ჩიხში აღმოჩნდეს და მე ხა არ ვიცი, აი საქართველოს ხელისუფლება თუ გადაწყვეტს, რომ აი ბოლომდე რუსეთის დაკვეთა შეასრულოს, კი ბატონო, მაშინ არაფერი არ უნდა გააკეთოს და ის უნდა გააგრძელოს როგორც აკეთებდა.
აი საუბარი იყო ერთგვარი დაკავშირებადობის დღის წესრიგი რამდენად შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ თითქოს ქართულ ოცნებას ესეთი რამ უნდა რომ რაღაცა გვაღიარე ჯერ ჩვენ რაღაც როგორც ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო რაღაც ესეთი, აი რამდენად შეიძლება ამაზე წავიდეს ევროკავშირი, რაღაც სხვა ფორმა შესთავაზოს თუ არ არსებობს ამისი შანსი, ვთქვათ, აი ამ მიმართულებითაც გითხავდით. ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ისედაც აღიარებს ევროკავშირი საქართველოს თუ δεν გავიგე აი კითხვა დაშინდოდა რა უნდა აღიაროს? არა, ეს საუბარი იყო საქართველოს გაფართოების ნაცვლად ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგში, ამას გულისხმობ. ხო, გასაგებია. ნუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირმა იმდენი რამ ჩადო საქართველოში ბოლო, რა ვიცი, წლების 10 წლების განმავლობაში. ევროკავშირმა იცის, რომ საქართველოში არის ძალიან დიდი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, მათ უნდა ევროკავშირთან ინტეგრაცია, ხო, უმრავლესობას, ძალიან დიდ უმრავლესობას. სულ რამოდენიმე წლის წინ აი თელი პოლიტიკა მიდიოდა მაკეთკენ, ხო? ეს არ არის ახლა თუ კი ქართულ ოცნებას გქონია რომ რახან აზერბაიჯანთან აქვს ევროკავშირს ესეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დონის დიალოგი, რომ ესევე იქნება მათთანაც. არ იქნება ესე, იმიტომ რომ საქართველოს იყო სხვაგან სხვა დონეზე იყო ურთიერთობის და ბოლო 2 წელიწადში მოხდა სრულიად კატასტროფულად ჩამოშლა ამ ურთიერთობებს. აზერბაიჯანთან სულ ერთ დონეზე იყო ეგ ურთიერთობები. აზერბაიჯანს არც ასოცირების ხელშეკრულება გაუკეთებია ევროკავშირთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესთავაზეს და არც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაუფორმებია, მით უმეტეს არც ვიზო მიმოსვლა გაუფორმებია ევროკავშირთან და არ ქონია დეკლარირებულად კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ მათ ევროკავშირთან უნდათ და მეორე კიდე აზერბაიჯანი არის სუვერენული ქვეყანა, მართლა სუვერენული ქვეყანა. ის არ არის რუსეთზე დამოკიდებული, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რამდენს მიაღწია მან რუსეთთან ურთიერთობაში, ხო? აი დღეს რუსეთი იძულებული გახდა საბოლოოდ იგივე თვითმფრინავის ინციდენტის მაგალითის რო ავიღოთ, ეღიარებინა მისი დანაშაული, ბოდიში მოეხადა და კომპენსაციებიც გადაეხადა. ეს აჩვენებს, რომ სულ სხვა დონეზე ვართ ჩვენ და აზერბაიჯანი სამწუხაროდ. საქართველოს იყო ცენტრალური ქვეყანა ამიერკავკასიაში. ეხლა არის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანს გადაიქცა მთავარ რეგიონალურ ჩვენს რეგიონში მთავარ ქვეყანად. ის ქმნის რაღაცა ჩვენი რეგიონიდან ამ რეგიონის რეგიონად ჩამოყალიბებას წინ უძღვის აზერბაიჯანი. მას უნდა სომხეთის და საქართველოს ინტეგრაცია და მას უნდა რომ ამ დერეფნის და ამ ლოგისტიკური დერეფნის ხარჯზე რეგიონი გადაიქცეს რეგიონად, ისე როგორც მაგალითად ქვანახშირი და ფოლადი იყო ევროკავშირისთვის დამაკავშირებელი თავიდან ამ ქვეყნებისა, ხო, რომ ეკონომიკურად ისინი დაუკავშირეთ ერთმანეთს და შემდეგ ამაზე დაშენდა ევროკავშირი. ეხლა აზერბაიჯანი აკეთებს ამას, რომ ამ დერეფნის და აი ამ ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციაზე დაშენდეს ურთიერთობები, მჭიდრო ურთიერთობები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სადაც აზერბაიჯანს ექნება პირველი ადგილი და მე მოხდეს უფრო ღრმა ინტეგრაცია. ეხლა ამ პროცესებს როცა უყურებს ევროკავშირი, მას არ შეუძლია ის დარჩეს განზე, მით უმეტეს რომ საქართველოს არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის, არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის პროევროპულად განწყობილი და თუ კი ევროკავშირი ამაზე ყველაფერს ხელს ჩაიქნებს და საქართველოს დაელაპარაკება როგორც აზერბაიჯანი, ის იქნება ევროკავშირის მარცხი ძალიან დიდი. ხო? და ჯერჯერობით მაგისთვის არ არის ამზად საბედნიერო.